გქონია ესეთი რთული პერიოდი, როდესაც როგორც იტყვიან, სიკვდილისთვის თვალებს ჩაგიხედავს? კი. როდის? ციხეში. თავის ჩამოხრჩობა მინდოდა. ამაო რო არ შემოსულიყო საკანში, მე დილით აღარ ვიქნებოდი ცოცხალ. და მაშინ ცხელ გულზე მოხდა ეს ყველაფერი და ვერ აანალიზებდი თუ კიდე გქონია ცდელობა? არა, ეს ერთადერთ ხელ მქონდა ცდელობა, მეტი მე არც მექნება არასოდეს ეს ძალიან დიდი ცოდვა თავის მოკლა, მაგრამ იმ მომენტში იცი უკვე აი არაფერი რო აღარ მინდოდა საერთოდ, ცხენოდა ჩემი შვილის, დედა ჩემის, ჩემი მსმენელის, გამზადებული მქონდა თოგი, ყველაფერი და გარებზე დააკაკუნა ამ დროს. როგორ აღმოჩნდა იმ დროს? აგიხს მოგიყვები. მამაო დადიოდა ხოლმე ციხეში. ხაცას ახსარება, რაღაც ლოცვები, ხო ძალიან ხშირად მოდიოდა ხოლმე. და მე უკვე ეს გამზადებული რომ მაგ და ველოდები რომ ღამე დაღამდეს, ჩააქრონ შუქი, რომ უკვე ვიცი სადმე ჩამოვკიდო ეს თოგი. და წამოწოლილი ვარ და გაიღო გარები და ახსარება ხო არ გინდა თო და არა მეთქი ძალიან ისეთი ცივად უპასუხე რა. აი ბოდიშიო და დაკეტა და იქ გარეთ რო ლაპარაკობენ საერთოდ ისმის ყველაფერი და ისენია კარებიში არ არის გერმეტულად დაცული. ეს თათარაშვილი ხო არ არისო და კი თათარაშვილია გამიყეთ ეხლავე კარები უნდა შევიდეო. არ შეიძლება აი მორიგემ არა გამიყეთ უნდა შევიდეო და მოკლედ გაუხეს და შემოვიდა. დაგელაპარაკა? ეს შემოვიდა თუ არა მე დავჭექ უკვე მივხვდი რომ ძალიან უზდელურად მოვიქეცი და მივხვდი რომ მამაო იყო და არა ვიღაცა სხვა დაჭდა ეგრევე და რას დაემსგავსი არ გწხვენია რომ რა მოხდა ეგეთი რამე ყველა შეიძლება დაემართოს და ტირილი დაიწყე. აი ახ მომაწვა ბურთი. აი ხაც რომ ახსენდება იგივე შეგრძნება და მიხვდა რა ჩანაფიქრიც ჰქონდა თემო? კაიხანი მესაუბრა და ბოლოს მეუბნება რამე ცუდი ხო არა გაქვს ჩაფიქრებულიო და აი ეს ზომბივი დავდექი პარკში მეტო ეს გამზადებული თოგი გამოვიღე მივაწოდე არც ჩაუხედია შიგნით თან ვიყავი მე 3 თვე და 2 დღე ვიყავი მარტო საკანში ჩაკეტილი და ესე ადგა კაბის ქვეშ ამოვიდო ეს პარკი არ ჩაიხედა შიგნით დაჯდა ისე მეუბნება მომეციო შენი შვილის ტელეფონია უნდა დაურეკო და უნდა უთხრაო რომ მე ვნახე და კარგად ხარო. ოღონდ მე ხმა არ ამომიღია საერთოდ აი ეს დაუწერე უბრალოდ ჩემი შვილის ტელეფონი. წავიდა და მეორე დილით იხება კარი და შემოიყვანეს პატრიმარი ჩემთან საკანში. ეს შვება იყო? რა თქმა უნდა. 3 თვე და 2 დღე წარმოვიდგინე არავის არ გაქვს. საერთოდ შეხება.